15 ივნისს ოსლოს სასამართლომ ნორვეგიის პრინცესა მეტე მარიტიშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას გაუპატიურებასა და სხვა დანაშაულებში ედება ბრალი. გახმაურებულმა სკანდალმა მთელი ქვეყანა შეძრა. მარიუს ბორგჰოიბის 40-ზე მეტ საქმეზე წაუყენეს ბრალი, მათ შორისაა გაუპატიურება, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა თუ სხვა დანაშაულები, რომლებიც მაქსიმუმ 16 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჰოიბი, რომელიც ოფიციალურად არ არის სამეფო კარის წევრი და არ აქვს მუდმივი სამსახური, გაამართლეს გაუპატიურების 2 ეპიზოდში, თუმცა დამნაშავეცნეს ყოფილი შეყვარებულის მიმართ ძალადობაში, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაში, მუქარასა და სხვა დანაშაულებში. ჰოიბიმ უარყო ყველაზე სერიოზული ბრალდებები, მათ შორის გაუპატიურების ბრალდება, თუმცა სასამართლო პროცესის დროს მან აღიარა, რომ ეჭვიანობის გამო ზოგჯერ ვეღარ აკონტროლებდა თავს. გაუპატიურების შემთხვევები, რომლებშიც ბრალი წაუყენეს 2018-დან 2024 წლამდე პერიოდში მოხდა. მსხვერპლ ქალებს თავად არ მიუმართავთ სასამართლოსთვის. პოლიციამ, რომელიც 2024 წლის აგვისტოში მომხდარ ინციდენტს იძიებდა, მის ტელეფონებსა და კომპიუტერებში აღმოაჩინა ვიდეოები, რომლებშიც გაუპატიურების ეპიზოდები იყო ასახული. ამის შემდეგ პოლიცია დაუკავშირდა ქალებს, რომლებმაც არც კი იცოდნენ კადრების არსებობის შესახებ. მისმა დაცვის გუნდმა 18 თვიანი პატიმრობა მოითხოვა სხვა ბრალდებებისთვის, რომლებშიც მან თავი დამნაშავეცნო. ბრალდებებს შორისაა 3 კილოგრამ ნახევარი მარიხუანას გადატანა, ფიზიკური ძალადობა და მუქარა.